მამა იყო ძიუდოისტი. არ უნდოდა რომ შეიყვანე ამ მიმართულებით რომ ძიუდოც გეცა და თუ დადიოდი. არა, ძიუდოზე არ მივია სხვათა შორის და მაგრამ მე სერიოზული ესე ვთქვათ, კამათები მახსოვს ჩვენს ოჯახში, ოსო დეიჩემს და მამაჩემს შორის. ერთხელ წასულიყავთ, მეორე ხარ წასულიყავ და დეიჩემ გაიმარჯვა ეს ბრძოლა, თან შეჩეული ვიყავი რაღაც სიმაღლეს და ასე შემდეგ და მეთქი არა თქო უნდა. მე ჩემ თავს ხედავ აქეთ რა და ესე მოხდა რომ გავშევედი კალაბუცი. და შემდეგ მამა მოულოდნელად გარდაიცვალა. ნუ მამაჩემ მანამდე ავადმყოფობდა, გულთან ქონდა რაღაც პრობლემები. და ნუ სამწუხაროდ 30 ივნისს როცა ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი საქართველოში, როცა 30 ივნისს უკვე გავიგეთ ეს საშინელი ამბავი, რომ მამაჩემი გარდაიცვალა საავადმყოფოში. ჩეკაპზე იყო უბრალოდ მისული და არანაირი მოლოდინი არ ქონდა, ყოველად მოლოდნელი იყო ეს ამბავი, მაგიტომაც იყო თქვა მარტო წასული და არა ჩვენთან ერთად, იმიტომ რომ აღარ აწუხებდა, აღარ უნდა ქონოდა პრობლემები და იქ რა მოხდა? იცი და ამაზე და არც ჩავიძიეთ მართალი გითხრა, რაღაც ვერსიები არის, რაღაცები გვითხრეს, მაგრამ ნუ მაშინ ჩვენ არც ამის თავი ქონდა, იმისთვის რომ კვლევა გავაკეთებინა. პერიოდიც ისეთი იყო 98-ში, არც ამის საშუალება იყო, არც ამის ანუ არ ჩვენ ოჯახიც არ ვიყავით ამისთვის მზად და ალბათ არც თვითონ სისტემა არ იყო ამისთვის, რაღაც ისეთი კვლევა გაკეთებულიყო ჩვენ რაღაც პასუხი გაგვეყო. თუმცა რაღაც ვერსიები არის, რაზეც არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ საბოლოო ჯამში თუმცა ბევრი კითხვის ნიშანია დღემდე რითი გარდაიცვალა მამა, ხო? მაგრამ ნუ რას ვერ დავაბრუნებთ იმ პერიოდს და ვერც ვერაფერს, თუმცა მე მახსოვს ამ რთული იყო ხო უკვე 14 წლის ბიჭისთვის უმამოდ გაზრდა. ვერ გეტყვით რომ არ ფიქრობ მაგაზე, ვფიქრობ რომ ზუსტად ამ ასაკში, რა ასაკშიც მე მამაჩემს მოვიდა ის რაც მოვიდა და მოტივირებული უფრო თავს მიხედავ, უფრო ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრობ, უფრო მაგალითი ვიყო ჩემი შვილებისთვის, რომ აი როგორც სწორი ეს არის, სწორი მიდგომა მე რა აქტიურ სპორტს თავი დავანებე, ეხლაც მაგალითად მოვდივარ ვარჯიშიდან, ყოველ დღე ვარჯიშობ, რაღაცას ვაკეთებ. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ჩემი, ვთქვათ, მიზანი და ვალი არის, რომ მარტო თქმით კი არა, ჩემი საქციელითაც ვანახო სწორი მაგალითია და მამასთან ბოლო საუბარი გახსოვს როგორ შედგა? ის იყო ტელეფონი თუ აქ იმყოფებოდი? არა, აქ ვიყავით. ნუ ყოველდღიური საუბარი იყო, ჩვეულებრივი, რაც ოჯახში, ყველა ოჯახში ხდება ხოლმე. იყო რამე ფრაზა მამის განათქვამი, რომელიც აი სულ გახსოვს და რაღაცნაირად არასოდეს არ წაიშლება გონებიდან. ძალიან დიდი გული ქონდა. და ცდილობდა ყველა ამ გულში ჩატეულიყო და ესე ცხოვრობდა. მაგრამ მე მახსოვს ის სიტყვები, რაც მე უთხარი, ეს რაღაცა დათმო, რომ თურქეთში წამოსულიყო, ჩემთან ერთად ყოფილიყო, ოჯახი, ხო, დეიჩემი აქ დარჩა, ანუ მეუღლეს დატოვა. პირველ ეტაპზე მამა იყო ჩემთან, კი. მეუღლე, მეგობრები, რაც ძალიან ბევრი მეგობარი ყავდა და ძალიან ნამდვილი ქართველი კაცი იყო რა, რომ რაღაც სუფრაც იცოდა, მეგობრობაც იცოდა, დროის ტარებაც იცოდა. და ამ ყველაფერს დათმობა, ხო, ეს არ დამავიწყდება ეს მომენტი, იმიტომ რომ ჩემთვის უნდოდა ეს მაქსიმალურად ხელი შეეწყო და ხედავდა რომ რამდენად მიყვარდა ეს კალაბუთი და ყველაფერი დათმო და წამოვიდა. და მე მახსოვს ის გამოსამშვიდებელი ის რომ მქონდა, რომ ჩემ თავს რო უთხარი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ თქვათ ეამაყა თვითონ. ეს რასთავარი ეს დამახსოვრდა და ყოველ ნაბიჯზე თუ ყოველ მომენტში ხო ანუ სირთულის წინ ეს ყველა გახსოვს ადამიანს და უფრო მეტ ჯინს გაძლევს და უფრო დიდ мотиваციას გაძლევს, იმიტომ რომ სიტყვა ნათქვამი გაქვს, თან ხო გააჩნია მომენტსაც თუ ხო გააჩნია იმ სიტყვასაც და როდის თქვი ეს ყველაფერი. დედას ჰქონდა ამ პერიოდში კიდე ძალიან რთული მდგომარეობა, იმიტომ რომ მამა და ძმაც დაკარგა იმ 1 წლის მანძილზე, ბუნებრივია ეს თავისებურ დეპრესიას და ჩაკეტვას გამოიწვევდა. რა მომენტში ნახა იმის ზალა, რომ გაეგრძელებინა ცხოვრება იმისთვის, რომ ის დაწყებული საზას კარიერა კიდე უფრო წინ წასულიყო. მართლა ტრაგედიული რაღაც პერიოდი იყო. ხო, რაღაც 1 წლის მანძილზე 3 ოჯახის წევრის დაკარგვა ძალიან რთულია მსუბუქად რო ვთქვა. და აბა დეჩიმა ეს ზალა მოძებნა ისთვისაც ყოველთვის მადლიერი ვიქნები, იმიტომ რომ
რო არა ეს მომენტი, ანუ მე დღეს არ ვიცი, რო არა კალბურთი არ ვიცი, იქნება, იმიტომ რომ ძალიან სენსიტიური ასაკია და ძალიან სენსიტიური მომენტი იყო და აი და ეჩემი ყოველ ძმალიერი ვიქნები, რომ ეს ძალა გამონახა და რაღაც დაინახა, იმიტომ რომ ალბათ აი იმ საუბრიდან, რაც თქვი და სკოლიდან რომ მივედი და იმდენად ის ათენტურის საუბარი იყო და იმდენად სიყვარული და გულით მოდიოდა რა. ყოველი დღე ესეთი იყო კალბურთის მიმართ და დღესაც ესეა, ხო არ ვთამაშობ, დღესაც ესე არის. იმიტომ რომ ყველაფერი რაც კი გამაჩნია, ეს კალბურთის დამსახურება არის რა. დედას ინტერვიუ წავიკითხე და კიდე ერთი ფრაზა დავამახსოვრდა, ხუმრობით ნათქვამი, რომ ყველა შავლები ეცვა თურქეთშიო და მე ზაზა მიკრძალავდა და პირველი გამოხატულება იყო იმისი, რომ ოჯახში იყო კაციო. ხო, ალბათ მაგ კუთხიდან შევხედავ და რა იქნება რაღაცა ჩარჩენილი ვარ. ხო, რა თქმა უნდა, ეს იყო ბავშვური. ნუ თავიდან ძალიან რთული იყო რა ჩემთვის ნიგა, იმიტომ რომ ხო ხდები უკვე ჩემზე თან 14 წლის ბავშვი რო გადმოვიდა ამდენი პასუხისმგებლობა ძალიან რთული იყო, იმიტომ რომ ყოველთვის მარტო ის კი არა ჩემზე, მამა ჩემზე ფიქრობდა, მამა ჩემს როგორ ხო ხდები ეს სიამოვნებოდა, როგორ და ყველაფერს დრო ჭირდება, დაალაგება ჭირდება. დრო საკუთარ თავთანაც გააცნობია რო რეალობა და ადეკვატურად. და პირველი დაწუნებული იყავი რომ დღეს დედჩემი შავლით არის. პირველი ჰონორარი თუ არ ვწდები თურქეთში. კი. და დედას გამოუგზავნე მოულოდნელად ყვავილები. კურიერს გამოატანე. ეს იყო პირველი ჟესტი მადლობის ალბათ დედის მიმართ, ხო? ნუ პირველი და არა უკანასკნელი არა. რა თქმა უნდა. და მადლიერების ის იყო კი დედჩემ რაც აკეთა, მე მახსოვს რამდენად რთული იყო ის რომ თქვა თუნდაც ის ერთი ბოლასი მქონდა გასვლაზე რომ მიდიოდა ხო იმაში გუნდი რომ წავსულიყავი დაფინანსება იყო ხო ან გზის ფული იყო რაღაც ჯიბის ფული იყო საჭირო და ასე შემდეგ ასე და ვალის აღებაც შეიძლება უწევდა ოჯახს იმ პერიოდში 90-იან წლებში ეს არ იქნებოდა ეს ნამდვილად ესე იყო და რაც ყველაზე დღესაც ვერ ხვდები როგორ აკეთებდა ჩემი ოჯახი და ჩემი შოვლები მაშინ ორადორი კერძო სკოლა იყო, ერთი ინგლისური ბრიტანული სკოლა და მეორე თურქული დემიელის კოლეჯი და დემიელის კოლეჯში როგორ სწავლობდი დღესაც წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ მახსოვს მაშინ $500 იყო წლიური გადასახადი, მე 750 გახდა, მაგრამ ნუ ეს მაშინ ძალიან დიდი თანხა იყო და წარმოგიდგენ ამ ყველაფრის მე როცა ხედავ რომ შენი შოვლები ყველაფერს ცდილობენ და სამსახურიდან მე ერთიდან მეორე სამსახურში მიდიან და ასე შემდეგ. ხა როგორ ყვავილები კი არა, რა ვიცი,